ბუთა და შეთე. არც ზურგჩანთა აქვს, არც ბოტასები, არც კომპასი და რუკები, მაგრამ ბუთა ნამდვილი მოგზაურია. მთელი წელი მთასა და ბარში დადის. ცხრის ფარას დახვება. ჭკვიანი ძაღლია ბუთა. ტურისტები მის დანახვაზე სულ აპარატებს აჩხაკუნებენ. თუშეთი ხომ ზაფხულობით ტურისტებითაა სავსე. ზოგი ვერტმფრენით ამოდის, ზოგი მანქანით, ზოგი ცხენით. თუშეთში ულამაზესი მთები, კალმახით სავსე მდინარეები, ტყეები, პატარა კამკამა ტბები, სოფლები, ძველი კოშკები, ფიქალის ქვით ნაგები სახლებია. და ადრე აქ უფრო ბევრი ხალხი ცხოვრობდა ვიდრე დღეს. ბუთას წინაპრებიც თუშეთიდან იყვნენ, თუში მეცხვარეების უერთგულესი მეგობრები. თუშეთი დღეს ნაკრძალია, ამიტომ სავსეა თუშეთი გარეული ცხოველითა და ფრინველით. მათ არავინ ერჩით, ამიტომ გამრავლდა ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, შველი, ირემი, მელია, მგელი, ფოცხვერი, უამრავი ფრთოსანი, მათ შორის დიდი არწივი, შევარდენი, ორბი, ბუ, კაკაბი თუ კოდალა. ბუთამ ცხვარი მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისგანაც უნდა დაიცვას. მის ყურს არც ერთი ხმა არ უნდა გამოეპაროს, არც ტყიდან, არც ციდან, არ უნდა დაკარგოს ცხვარი და ბატკანი. ნამდვილი მეცხვარე ძაღლია ბუთა, კონიერი, დინჯი, ყურადღებიანი. ბუთას პატრონი ახალგაზრდა თუში მწყემსია, სახელად შეთე. დიდი ოჯახი აქვს შეთეს. მშობლები, ბებო-პაპა, დები და ძმები, ბიძები, მამიდები და დეიდები. შრომა ყველას უყვარს. გარმონზე სიმღერაც იციან და გართობაც. რამდენიმე წლის წინ საოჯახო სასტუმრო გახსნეს, თუშური სახლი დაარქვეს. შეთე და მისი ძმები გუდის ყველს ამზადებენ. დღემდე შემონახული უძველესი წესებით გუდის ყველს ცხრის ტყავის გუდაში აკეთებენ. გუდას შიგნით ბეწვიც აქვს და ყველის გემოც ამ გუდაზეა დამოკიდებული. როცა ოჯახის წევრები სტუმრებს მასპინძლობენ, ეს გუდის ყველია სუფრის მშვენება. პურსაც გემრიელს აკრავენ, ხინკალს ახვევენ, ხაჭაპურებს აცხობენ. აქაური მცენარეების ჩაიც ყველას უყვარს. თუშეთი დიდი ხნის წინ სავსე ყოფილა სოფლებით, ხალხით, ცხვრითა და საქონლით. მერე თანდათან დაიცალა სოფლები, სკოლებიც დაიხურა. ზამთარში იქ თითო ოროლა ოჯახი ღარჩება. მაგრამ ზაფხულში უკანვე ამოდიან კახეთის ბარში ჩასული თუშები. სოფლები ომალო, ხახაბო, შენაკო, ტიკლო, დოჭუ, დანო, ფარსმა და სხვა ისევ ივსება ხალხით. არც თუშეთის გზები ჰგავს სხვა გზებს, არც თუშეთის სოფლები სხვა სოფლებს. თუშური ფიქლით ნაგები სახლები და კოშკები, ხის აივნები, ზედგადმოფენილი ფერადი ფარდაგები ნახატს გავს. 10 წელია თუშეთშია ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი, სოფელი ბოჭორნა. ბოჭორნაში ცხოვრობს ირაკლი ექიმი, მთელი თუშეთის იმედი. ზაფხულობით თუშეთში დღესასწაულები იმართება. თუში ალუდით, თუშური ლუდით უმასპინძლდება ყველას. ბუთა შეთეს მშობლების მიერ გახსნილ საოჯახო სასტუმროსაც დარაჯობს, როცა შინაა. ზედმეტად ერთხელაც არ შეუყებს უცხოს. ყველა სათვალიერებს და აკვირდება. ყველა კუთხე კუნჭულზე უჭირავს თვალი. შეთეს ერთი ბიძა გიდია, სხვადასხვა მარშრუტებზე დაჰყავს ტურისტები. მისი გადაღებული ფოტოები და დაწერილი წიგნები ბუნებაზე, მთაში ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე ძალიან საინტერესოა. შეთეს უმცროს დებს, ინოსა და ლელას, ხელსაქმე ემარჯვებად. ცხრის მატყლით თექას ამზადებენ და თექისგან კი სამოს, ფარდაგებს, შარფებს, ფეხსაცმელებს და სათამაშოებს. საახალწლო ნაძვის ხესაც თექის ლამაზი სათამაშოებით რთავენ.
თექის დამზადება ბებოს განისწავლეს. ბებო ნაბდებისა და თუშური თექის ქუდების ოსტატია. ტრადიცია გოგონებმაც გააგრძელეს. ტურისტები წყიდულობენ მათ ნახელავს. ყველა ნაკეთობას აწერია სიტყვა ნანალო, დედა. დღემდე ასე მიმართავენ ყველანი ოჯახის დედას. ბუთამ ერთხელ შეთეს სულ პატარა დაიკო მზეო გადაარჩინა. მარტო ცხვარს კი არ უვლის. ერთხელ პატარა გოგონა მზეო ეზოდან შორს წასულა და ტყეში დაგარგულა. ტყეებში ხალხის რწმენით თებშორიკები ცხოვრობენ. თებშორიკა ერიდება ადამიანის თვალს, შეუმჩნევლად დაიარება ტყეში. ელფებისა და ტროლების მსგავსად, თუ თებშორიკა განრისხებულია, ადამიანს ხიფათში აგდებს. პატარა გოგონა ბუთამ ტყეში იპოვა მდინარის პირას. მდინარეში აპირებდა შესვლას, ეს კი ძალიან საშიში იყო. მთაში ხომ სწრაფი და წყალუხვი მდინარეებია. ალბათ თებშორიკამ სცადა ბავშვის წყალში შეტყუება. მას შემდეგ, რაც ძაღლმა ბავშვი გადაარჩინა, ოჯახმა კიდევ მეტად შეიყვარა ბუთა. თექისგან სამოსიც შეუკერეს უფროსმა დებმა. უხდება ბუთას თექის ჟილეტი, რომელზეც თავად ბუთაა გამოსახული. მთელს დედამიწაზე არც ერთ ძაღლს არ ექნება ასეთი თექის მოხატული ჩასაცმელი. თექას ხომ მარტო თუშეთში ამზადებენ. ბუხრის წინაც თექის ფარდაგი უგია ბუთას, მაგრამ სად სცალია ბუთას ბუხრის წინ დასაწოლად? ის ნამდვილი მეცხვარია, შეთეს მარჯვენა ხელი. აი, დღესაც ერთი დღით ჩამოვიდნენ სახლში მთიდან შეთე და ბუთა. გუდისყველი ჩამოიტანეს. ხვალ ისევ მეცხვარეებთან ავლენ. როცა ცხვარს მოწველიან და საქმეს მორჩებიან მწყემსები, ძველ თუშურ სიმღერებს მღერიან თუშგმირებზე და სამშობლოზე. სიმღერა ძალას მატებს ადამიანს. ბუთასაც უყვარს სიმღერის მოსმენა, ცხვრებსაც და პატარა ბეკეკუებსაც. მალე კახეთში უნდა ჩაიყვანონ ცხვარი. კახეთსა და თუშეთს ძალიან რთული გზა აერთებს. მაღალ მთებზე გადადის ეს საცალფეხო და სახიფათო, მიხვეულ-მოხვეული სავალი. შეთეს არაფრის ეშინია, როცა გვერდით ბუთა ჰყავს. ბუთასაც არაფერი ანაღვლებს, თუ გვერდით შეთე ეგულება.